დამატებით კიდევ 4 წელი და 6 თვე მიესაჯა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის. აღნიშნული დაემატა 9 წლიან განაჩენს, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე განესაზღვრა ყოფილ პრეზიდენტს. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლება და ნაწილობრივ დააჯამა სასჯელის ოდნებები. ბელა ზაქაიძე სასამართლოდან გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც სხდომის დეტალებს გაგვაცნობს. ბელა, გისმენთ. დიახ, ლიზა, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. მან აიღო წინა კვირას 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე მისჯილი განაჩენიდან 8 წელი. 8 წელს დაამატა ახალ საქმეზე მისჯილი 4 წელი და 6 თვე და საბოლოოდ 12 წელი და 6 თვე გამოუყვანა. მოსამართლემ იხელმძღვანელა არა სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, არამედ სასჯელთა შეკრებით პრინციპით, თუმცა ჯერ დასაბუთებული ნაწილი ამ განაჩენის არ ყოფილა, მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა დღეს და უცნობია მოსამართლის განმარტება ამ პრინციპით, რატომ იხელმძღვანელა მან, თუმცა მანამდე ვარაუდები გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, თუ რატომ შეიძლებოდა ეხელმძღვანელა მოსამართლეს არა სასჯელთა შთანთქმის, არამედ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით. ბექა ბასილაიას განცხადებით კანონმდებლობა მოსამართლეს ამის შესაძლებლობას აძლევდა იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის სხვადასხვა საქმეებზე მსჯავრდებული, ძებნილი და იდენს ახალ დანაშაულს, შესაძლებელია მოსამართლემ შეკრებითობის გამოყენება განმარტოს რეციდივით, ანუ დანაშაულის განმეორებით. თუმცა ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ მოსამართლეს შეეძლო ამ შემთხვევაში სასჯელთა შთანთქმის პრინციპიც გამოეყენებინა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ეკრძალებოდა შეკრებითობის პრინციპის გამოყენება. დღეს განაჩენის გამოცხადებას თავად მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია, ესწრებოდნენ მისი პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც განაჩენს პოლიტიკური უწოდეს, რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, პროკურორ ლევან ვეფხვაძეს სასამართლოში განმარტება არ გაუკეთებია და როგორც მან გვითხრა, ის მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის ძირითადი სასჯელის სახე და ზომა განსაზღვრა სამხედრო სამსახურს 12 წლის და 6 თვის მასზე 3 წლის ვადით სასჯელის კოპიის ვადაში დაიწყო სასჯელი, რომელიც მოხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 წლის 12 მარტის განაჩენი 21 წლის 1 ოქტომბრიდან 25 წლის 17 მარტამდე. გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას და პრაქტიკულად ეს მოვისმინეთ დღეს ეგრეთ წოდებული სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდეთ პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ასევე ათეულობით სხვა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელთა სასამართლოებიც სიმბოლურია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხოლმე მაშინ, როდესაც ისჯება ამ ქვეყნის მთავარი მედასავლეთე პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილის სახით. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე და ვიდრე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მანამდე სასამართლო არის ფარსი და რასაც დაავალებენ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. საზღვრის კვეთაზე ფაქტიურად მაქსიმალურია 4 წელი, ხო, ნუ 5 წლამდეა. 4 წელს დაუმატა 8 წელი და კიდე 6 თვე და გამოიყონა 12 წელი და 6 თვე ისეთ ქმედებებზე, რაც ქართული ოცნების პირობებში სულ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას დავიდავანებოთ, მსგავს სასჯელებს ჩვენ ვერ ვნახავთ და მსგავს მიდგომას დანაშაულთა ერთობლივობის პირობებში სასჯელთა შეკრების. იმ პირობებში, როდესაც ერთი კვირის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნა დანიშნული, რომელიც უფრო მეტი იყო მანამდე განაჩენებზე და ბევრად მეტია, ჯერადად მეტია ამ მუხლის სანქციაზე, ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი ასე გამოყენება მოხდა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება პატიმრობაში. იგი ერწოს ქუჩაზე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება ელგუჯა ცომაიას ბიზნესმენს ედავება უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ შემოყვანა. სააკაშვილი სანამ საქართველოში შემოვიდოდა ორ სისხლის სამართლის საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებაზე და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე იდგა გამამტყუნებელი განაჩენი და ძებნილად იყო გამოცხადებული. სააკაშვილი 29 სექტემბერს 2021 წლის 29 სექტემბერს შემოვიდა საქართველოში და იგი დააკავეს 1 ოქტომბერს. მადლობა ბელა ზაქაიძე სასამართლოდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.